კერები. Greatest of all time. ეს არის GOAT, რას ნიშნავს? Greatest of all time. პელტიარი ჯუჯუში. ბიჭო, ბავშვობაში შენი ოცნება არ იყო ვანდამისავით, რომ ტაილენდში წასულიყავი და იქ მასტერი გეპოვა და რამე? ადალიოთ, Coca-Cola, Fanta, Egi, Pepsi, ყველაფერი გადააგდეთ. უნდა დალიოთ ჭაჭა. მე ასე პატარას მოწყობა და მთრალი ვარ, გახეული მთრალი ვარ უკვე. შეიძლება შანსი არის რომ მერაბმა ეჩხუბოს ვოლკონავსკის. ყველა ქართველებისთვის არის მგონი ეს мотиваცია, რასაც თქვენ აკეთებთ ცხოვრებაში. უნდა მიაღწიო ისე ძლიერად უნდა მიაღწიო, როგორც მერაბი თავის შუბებისთვის აკეთებს, როგორც ილია თავის შუბების აკეთებს, ჩვენ ასე უნდა ვიცხოვროთ ჩვენი ცხოვრება. Best country, Georgia! ქართველებს გაუმა! გაუმარჯოს ქართველებს! მე ვარ გიორგი ადამია from Fight Hub podcast. ეს არის 25 ეპიზოდი. მე გიორგი სარტანია, რომით სენტერაძე, ბატონო მოვდივარ თქვენთან. გაუმარჯოს ყველა ქართველებს ყველგან. აბა გიო, რა ხდება, რა მოხდა ბოლო დროს ჩვენ მერაბ დვალიშვილმა გახია ცემით კორის სანდჰეგენი, კაი ბიჭი არის სანდჰეგენი, კაი წესერი ბიჭი არის, კაი კაცი არის, მაგრამ მერაბს ჰქონდა სამსახური. მერაბს ჰქონდა job. ოდა შეასრულა ეს ჯაბი, ოდა ყველას ანახა, რომ არსად არ მიდის მერაბი და ამის ზემოთ ყველას ანახა, რომ ყოველ ჯგუფში მერაბი ხდება უფრო ძლიერი, უფრო მაგარი. შეხო დაინახე second round-ში, როგორ კომბინაციათი რომ მოარტყა Sandhagen's და კინახამ ნაკაუტი რო გაუკეთა Sandhagen's. This is crazy. რომ ამერიკაში Sandhagen არის striking genius-ი. მაგი რო აკეთებს striking-ის ყველაფერს ერთად რომ იმას აკეთებ. Genius-ი არის ეს კიდე. და ისე რომ ასე რომ ეჩხუბა მერაბმა, it's like ჩემი twin აფეთქ დასავით რა. I can't believe მერაბის მაიკა რომ აქ დავტოვე, მერაბის მაიკა დარბაში დავტოვე. მე მაცვია ილიას მაიკა მაცვია აგერ. El Matador. Ermegreliano. რა ხდება გიო, შენთან რა ხდება მითხარი? რა არის ახალი შენსკენ? ბიჭო, რავი, აბა მაგარი მონატრებულები ვართ, კაი ხანი არ გვინახი ხარ, მაგრამ ტრადიცია არის ჩვენთან, რომ გონი ყველა ჩვენიანის ბრძოლის შემდეგ მოდიხარ ხოლმე რა და თუ ტიტულზე ბრძოლა არის, მაგას არ მაზავ რა და ხალხს მოენატრე, მაგრამ ეხლა დარწმუნებული ვარ დაიწერება, რომ აუ ხშირად მოიყვანეთო coach G გოგა, მე გოგას გეძახი თავიდან რომ გაგიცანი. მე გოგა დამიძახეო მითხარი, გახსოვს? ასე გითხარი? გოგა მე ჩემი დედა, მამა, ყველა ჩემ ახლობელები გოგას მიძახიან, მაგრამ მე არ მომწონდა გოგა თვითონ სახელი, მე უფრო გიორგი მირჩევნია, მაგრამ you are like family, bro. So you can call me Goga. ბიჭო, რა პონტი იყო იცი, მე ხო გიორგი ვარ რა. მე ხო გიორგი ვარ, მე შენ და მერაბი ვიყავით, თავიდან წერდით პილოტ ეპიზოდებს, კოვიდამდე თუ რაღაცა ეგ პერიოდი რო იყო, ხო გახსოვს და აუ ესეც გიორგი, რამდენი გიორგიო და შენ თქვი რომ მე გოგა დამიძახეთო რა, ხო აზე ხარ. შენ გიორგობა. Okay, დამითმე რა, გიორგობა რა, ჯიგარი ხარ. მოდი ხალხ შევახსენო. რო გოგა არის Brazilian Jiu-Jitsu-ს შავი ქამარი და თავის დარბაზის მფლობელი Jupiter MMA-ს, რომელიც არის Jupiter ფლორიდაში, თავის ჯიმი აქვს, ავარჯიშებს, არა მარტო პატარებს, ხო? არა მარტო პატარებს. ხო, ჩვენ პატარებს კიდევ, ხო, მაგრამ პატარა პროგრამა გვაქვს, პატარებისთვის ჩვენი პროგრამები არის უფრო გაზრდილი ხალხისთვის, ტინეიჯერებისთვის, ადალტებისთვის, გვაქვს მუიტაი პროგრამა, მე კიდე მუიტაის ვაკეთებ, ბავშვობისგან ვაკეთებ მუიტაის, ჩემი პირველი მუიტაის ინსტრუქტორია საქსონ ჯანჯირა, ეს იყო პიანერი იყო მუიტაის ამერიკაში, ტაილანდისგან არის ეს კაცი და ბავშვობიდან დავიწყე მე მუიტაი და მე კიდე ჭიდაობდი ბავშვობიდან, მაგრამ
ჯუჯიცუ მე არ დავიწყე, სამ 18-19 წლის ვიყავი რომ სერიოზულად დავიწყე ჯუჯიცუ. და ხო შავი კამარი მივიღე ერთი 3 წელიწადის 3.5 წელიწადის უკან. უკვე და ძალიან მიყვარს მე თვითონ მუაი-თაი და ჯუჯიცუ ძალიან მიყვარს და ჩემი გუნდი მე ყველაფერი გავზარდე თვითონ წყარწყარა ყველაფერი და ხა ჩემი გუნდი მაგ კომპეტიციებზე გავდივართ ჯუჯიცუში მუაი-თაიში წყარწყარა MMA-ში კიდე შევდივარ და მე ადრე პროფესიონალურად კიდე მუშაობდი მაგრამ ეხლა ჩემი გუნდი დავიწყე და მე თვითონ პოლიდან ყველაფერს ვზდი და amateur კომპეტიციებს ვაკეთებთ უკვე და წყნარწყალა პროფესიონალურ კომპეტიციებზე კიდე გადავალთ ჩვენ просто ამას დრო ჭირდება და თვითონ დარბაზი იზრდება და იზრდება და იზრდება ჩემი დარბაზი და ძალიან ბევრ ხალხს ვეხმარები და ეს არის ყველაზე დიდი ამბავი არის რომ martial arts ადამიანი რო აკეთებს martial arts თვითონ ადამიანის ეს ძალიან კარგი არის ადამიანისთვის და ყველაფერს ცხოვრებას მე მგონი უფრო ასწორებს რომ martial arts აკეთებ და თვითონ ჯუჯიცუ და მუაი-თაი არის უფრო სერიოზული martial arts-ები რაც არიან proven მუშაობს ეს martial arts-ები და თვითონ ტექნიკა ძალიან ძლიერი არის და ადამიანმა შეუძლია არ გაუკეთებია შეიძლება ცხოვრებაში და ისწავლოს ჯუჯიცუ ან კიდე მუაი-თაი ერთი 6 თვე წელიწადი და ეკნება პროგრესი ზალა რო თუ რამე მოხდეს რამე გარეთ რაღაცა ჩხუბი ან კიდე რამე რომ მოხდეს რო ადამიანმა შეუძლია დახოცოს თავის თავი და დაიცვას გამოიაროს ეს ყველაფერი დახოცოს სხვა რაღაცა დაიცვას დაიცვას ჩემი ქართული სიტყვები გადაშლილი მაქვს მე აგერ იაპონურად ლაპარაკობ ზოგჯერ პორტუგი ზოგჯერ და ამერიკაში რამდენი ხანი ვარ უკვე 7 წლის ვიყავი რომ ჩამოვედი ამერიკაში და 7 წლის იყავი დღეს რამდენი ხარ იო დღეს რამდენი ხარ ეხლა ვარ მე მგონი 36 ვარ ეხლა და 27 გავხდები ნოემბერში 23 ნოემბერში გიორგობის დღეს ბატონო ჩემი დაბადების დღე აუ ბიჭო და მინდა რომ აუცილებლად მოულოცო კიდე ჩვენ ძმას რომეოს მეორე წრის ჩემპიონი გახდა უკვე მამობით და უკვე მოხდა ხო ვაიმე გაუმარჯოს რომი გაუმარჯოს undisputed 2-0 Undisputed. Wow. გილოცავ რომი გილოცავ თლიან ოჯახს. გილოცავ ძმაო, ყველას მიყვარხართ ყველა. გაუმარჯოს. Very nice. Very nice. გიო, შენ ვისგან მიიღე? ანუ ხომ მნიშვნელობა აქვს რა? ანუ ზოგი საერთოდ ისეთი არის, რომ შავი კამარი არა აქვს საერთოდ. მაგრამ ძალიან მაგრა აკეთებს. მე როგორც ვიცი რა მოსმენელი მაქვს თავიდან რომან დოლიძე რო ჩავიდა ჯიმებში რო შედიოდა ეუბნებოდნენ შენ ვინახარ რომ არ ეს პროფების კლასი არისო რა კამარი გაქვს აქ მარტო შავი კამრების არისო რა და არ შეუშვეს თუ რაღაცა მე გონი წავიდა რაღაც შავი კამარი დაითრია შევიდა ყველა გაჭიმა მე რა ხო აზეხა რა ანუ კამარი ნიშნავს რა თქმა უნდა, მაგრამ გააჩნია კიდე ვისგან, ხო? და შენ გაქვს მგონი ძალიან კაი დაკავშირება და ახლო მეგობრობა Gracie family-ს ერთ-ერთ შტოთთან, ხო? თუ არ ვწდები? ხო, მე რო დავიწყე ჯუჯიცუ ერთი 18 წლის რო ვიყავი, თვითონ რო დავიწყე ჯუჯიცუ, ერთი ქართველი ლეგენდარული მოჭიდავე იყო ჯიმში აქ ფლორიდაში. ეს ჯიმი იყო მინოტორო ნოგირას დარბაზი იყო მინოტორო ნოგირა UFC ჩემპიონი ლეგენდა ბრაზილიან ლეგენდა რაც არის ხო იცი მაგას დარბაზი ქონდა აქ და მე რო გადმოვედი ფლორიდაში დარბაზებს ვეძებდი და მოვნახე ეს ქართველი მოჭიდავე ოლიმპიადის ჩემპიონი ზვიად გოგოლაშვილი მაგარი მოჭიდავე და მაგარი ადამიანი და ესეთი კარგი კაცია ყველაფერი და მაგის გულისთვის დავიწყე მე ამ დარბაზში წავედი მაგის გულისთვის და დავიჭიდავდი მაგასთან და კიდე ვაკეთებდი დავიწყე ბრაზილიან ჯუჯიცუ დავიწყე ამ დარბაზში და ასე დაიწყო ჩემი ჯუჯიცუს კარიერა რა და
ძალიან მომეწონა, მე ადრე კიდევ ჭიდაობდი, ბავშვობაში კიდევ ჭიდაობდი და ჩემთვის ჯუჯიცუ იყო, it's like მეორე მხარე, ჭიდაობის მეორე მხარე. კაი, მყავხარ აგერ პოლზე, როგორ შემიძლია დავამთავრო ჯგუფი, როგორ შეიძლება კიდე დაგახჩო, ან კიდე joint lock-ი, ან კიდე submission-ი როგორცნაირი. და ძალიან მომეწონა და ხო მე დავიწყე ჩემი ჯუჯიცუ, მინოტორო ნოგირასთან დავიწყე ჩემი ჯუჯიცუ და მაგასთან ვიყავი purple belt-ამდე. Purple belt-ი მივიღე მაგასგან. ხო. როგორ თქვა ქართულად? იასამნისფერი. ეს ძნელი სათმელია ეს. უთხარი ქართულად purple. It's easy. შეგიძლია თქვა easy. ხოდა მერე ნოგირამ ვითომ გადავიდა სხვაგან და მე ამის მერე დავიწყე Gracie Jiu-Jitsu-ს სწავლა დავიწყე, ეს არის უფრო self defense jiu-jitsu. პირველად დავიწყე მე უფრო MMA სტილის jiu-jitsu იყო, უფრო სპორტის ვარიანტი, და Gracie Jiu-Jitsu არის უფრო ტრადიციონალური ძველებური jiu-jitsu, რომელიც ყველა ჯუდო ტექნიკა არის ამ შიგნით, მაგალითად ძალიან ბევრ ჯუდოს აკეთებდნენ ამ პროგრამაში და თუნდაც Gracie Jiu-Jitsu არის უფრო სისტემა არის, დალაგებული სისტემა არის თვითონ Gracie Jiu-Jitsu სისტემა და მე დავიწყე Gracie family-სთან ზოგები არიან თორიდაში Valente ძმები იყვნენ Helio Gracie-სთან იყვნენ, სამდე Helio Gracie მოკდა მაგით ცხოვრობდა პროგრამებს აკეთებდა Valente Jiu-Jitsu, Valente ძმებთან აკეთებდა პროგრამას და მაგენთან დავიწყე უფრო Gracie Jiu-Jitsu სწავლა და მერე რამდენიმე წელიწადების მერე გავიცანი Hazen Gracie, რომელიც არის წითელი ბელტი არის Brazilian Jiu-Jitsu, ეს არის ყველაზე მაღალი ბელტი არის და თვითონ Hazen-ი არის Grandmaster. ხო, და თვითონ არის 85 წლის არის, მე მგონი უკვე. 85 ზროსლი კაცი არის რა. და ძალიან დიდი როგორ ვთქვა, honor. How do you say honor? პატივი. ძალიან დიდი პატივი იყო, რომ მე ვივიღე ჩემი შავი კამარი Hazen Gracie-სგან, მაგი არის პეტრიარქი არის, მთლიან Gracie family-ის პეტრიარქი არის, ყველაზე დიდი და ყველაზე დიდი კამარი აქვს ხა რომელიც ცხოვრობს დღევანდელ დღეზე და მაგასგან მივიღე ეს კამარი და ხო, პროსტა Gracie Jiu-Jitsu არის უფრო დალაგებული სისტემა Jiu-Jitsu-ს და როგორ ყველაფერი ერთად როგორ მიდის და ახალი ადამიანი რო იწყებს მაგალითად რომ მოდის ადამიანი და უნდა დაიწყოს martial arts-ის სწავლა და ყველაფერი სისტემა უნდა იყოს რომ ისწავლოს ყველაფერი წესიერად და ნორმალურად. და ეს შეიძლება მოჭხუბარი კი რო არ იყოს, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანისთვის და უნდა იცოდეს ვინმემ რო ყელზე კიდოს ასე რომ დაგახჩოსავ, რას გააკეთებ? ვინმემ თუ ხელით მოგარწყას ასე რას გააკეთებ? ვინმე თუ შენ უკნიდან მოვიდა და ასე ხელი მოკიდა ადვანა ზურგიდან როგორ უნდა გააკეთო ესა ძველი უფრო ტრადიციონალი jiu-jitsu არის self defense is base-ია თავის დაცვა და იწყება ამ სისტემაში რა უფრო პრაქტიკო უფრო გამოგაწყობს გარეთ street ქუჩაში რა მოხდება იქ იმაზე რა ქვია street-ზე. და ძალიან მიყვარს მე jiu-jitsu, ძალიან მაგარი სპორტი არის, ძალიან მიყვარს ტექნიკა და ყველაფერი და ძალიან კარგი არის ადამიანისთვის, რომ სწავლობს ამას და ყველაფერს რომ გადის ამ იმაში. ხო, ბელტები შეიძლება ადამიანი იყოს მაგარი მოჭიდავე, შეიძლება ოლიმპიადში იჭიდავა და კამარი ვაფშე არა აქვს, მაგრამ რომ აიყვანო ეს ოლიმპიადის მოჭიდავე და grappling სიტუაციაში რომ შეაგდო black belt-თან jiu-jitsu-ში შეიძლება მოჭიდავე წააქციოს, კონტროლი გაუკეთოს, შეიძლება მოიგოს რა, მაგრამ მოჭიდავემ რომ არ იცის submission
defense რო არის ის submission defense მე შავ კამარმა უნდა მოუგოს ამ მოჭიდავეს როგორმე იმიტომ რომ ჩვენ joint lock-ები, foot lock-ები, დახჭობები, სხვადასხვა თუ დარტყმები არ არის ხო ბაზი? თუ დარტყმები არ არის ხო? მუშტები და რა თქმა უნდა, თუ MMA არ არის. ხო, და უფრო სპორტის ვარიანტი არის. გიო, შენ თუ გაქვს ისი კითხვა მინდოდა, იცი, შენ თუ გაქვს უფლება რომ ეხა მიცე შენც ვინმეს შავი კამარი და მიგიცია თუ არა? კი, კაცო, როგორ არა, თვითონ ხარ შავი კამარი. მე შენ შეგიძლია სხვა შავი კამერები კიდე მიცე და აიყვანო შენ თვითონ. მე ჯერ შავი კამერები არ მყავს თვითონ ჩემები. მე ეხლა წაწარა მეყოლება ერთ წელიწადში ან კიდე რამე მეყოლება purple belt-ები მეყოლება. მაგრამ მე თქვენი დარბაზი ყველაფერი თვითონ დავიწყე 0-ზე და გავზარდე ყველაფერი 0-ზე. რამდენი წელია გიო? ჩემი თვითონ დარბაზი რაც მაქვს მე თვითონ ერთი შეიძლება 5 წელიწადი. ბიჭო, 5 წელიწადი ასე ხარ ჩვენ პოდკასტი და შენ დარბაზი ერთად დაიბადა რა, დაახლოებით რა. მოდი გიო დაუბრუნდეთ რა. ეხა ახსენე ჯუდო და ჯუდოს ტექნიკები, რა თქმა უნდა, ჯუჯიცუში და აი ამ ბოლო ბრძოლაში მერაბი ბოლოს სიტყვით გამოვიდა და ბევრმა არის ისო რომ მე მოჭიდავე საერთოდ არა ვარო რა. გახსოვს ეგ რო თქვა. მე ვარ ჯუდოკაო რა. ჯუდოკა ვარო რა. და ვითომ ხალხს გაუკვირდა და თუ რაღაცა რა. რავი, MMA-ში გონია თუ არა რომ ჯუდოს აი სერიოზულად იღებენ როგორც ერთ-ერთ რაღაცას? ანუ ძლიერ სტილს, როგორ ფიქრობ? თვითონ ამერიკაში მე მგონია ჭიდაობა უფრო დიდი სპორტი არის ვიდრე ჯუდო. ჩვენ UFC-ში იყო ბევრი ჯუდო მოჭუბარები, რანდა რაუსი რო მაგალითად თვითონ ოლიმპიადის ჯუდო მოჭუბარი იყო და თვითონ ჩემპიონი გახდა რანდა რაუსი და ხმარობდა ჯუდოს ხმარობდა, ძალიან ბევრი ჯუდოს ხმარობდა თავის ჩუბებში. Kayla Harrison ჯუდოისტი ხო არიან, მაგრამ მე მგონი პროსტა რო შეადარო ჩვეულებრივი ადამიანს გაგება უფრო ესმით, ჭიდაობა ესმით, ვიდრე ჯუდო. არ უყურებენ თვითონ ჯუდოს. შეიძლება არ აქცევენ ყურადღებას ჯუდოს და უფრო ხშირად შეიძლება დაინახავენ ჭიდაობაზე ან კიდე ნუზ ან კიდე რაღაცას დაინახავენ. აი კიდე ერთი კითხვა, გიო, შენი აზრით რომელი უფრო ძლიერი არის საქართველოში? ჯუდო თუ ჭიდაობა? ოღონდ ჩვენ სიმართლეს გეტყვი, გიო, ჩვენ ჯუდო ჩვენთვის ჭიდაობა არის რა. უბრალოდ გაცვია, ხო? ჭიდაობას უძახით მაგას. ხო, ქართული ფოლკლორული რა, ჩვენი ჭიდაობა. ხო, აი ჯუდოს გავს ძალიან, ხო? მაგრამ ხო, ისტორიულად რა როგორ ფიქრობ? რომელი არის უფრო რომელიმე ძლიერი? ორივეს აქვს თავის დრო ზოგ პოზიციებში ჭიდაობის პრიომი არის უფრო კარგი და ზოგ პოზიციებში ჯუდოს პრიომი იქნება. ძალიან ბევრი ტექნიკა არის იგივე არის ტექნიკა, ძალიან პატარა განსხვავება არის. ზოგ ტექნიკებს ჭიდაობაში და იგივე ტექნიკას აკეთებენ ჯუდოში. ძალიან პატარა განსხვავება არის ზოგჯერ. ზუსტად როგორ გააკეთებენ, სხვადასხვა პატარა რაღაც განსხვავება არის. სწრაფად შემოვდივარ, გიო, რომელი უფრო სანახაობრივია შენთვის? მე ვიტყვი რომ ჯუდო არის უფრო, იმიტომ რომ ჯუდო კიმაინც იციან submission. ჯუდო ჯუჯიცუსგან გამოვარდა, Japanese ჯუჯიცუსგან გამოვიდა ჯუდო. და ჯუჯიცუში, ორიგინალური ჯუჯიცუში ეს იყო ყველა სროლებიც იყო, ყველა submission-ები იყო, ყველაფერი იყო და ჯუდოისტებმა კიმაინც იციან ჩოუკები, armlock-ები, shoulder lock-ები პინიც ხო? პინიც ხო? მე მგონია რომ თვითონ ორივე სპორტში ხო? სპორტში ორივე სპინი აქვს, ხო? ზურგზე თუ მეგაწვინეს წააგე, ხო? მაგრამ მე თუ საქართველოში მაგათეს ქართველები მე რა მგონია? ისტორიაში ეხლა თუ და მედალები და ყველაფერის ნომრები მე თვითონ არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ მე მგონია შეიძლება ასწორო რამაში, მაგრამ რატომღაც
შეიძლება ჩვენი ისტორია შეიძლება უფრო ბევრი ოქრო გვაქვს და უფრო ბევრი გაკეთებული გვაქვს შეიძლება ჭიდაობაში ვიდრე ჯუდოში მაგრამ შეიძლება ორივე ახლოს არიან ერთმანეთთან ვითომ ქართველები რაში არიან უფრო მაგრები ზუსტად ვერ დავაფიქსირებ მაგრამ მე შეიძლება ჭიდაობას აქვს უფრო ბევრი ქართველების გაკეთებული უფრო დიდ დონეზე სპორტში გაკეთებული შეიძლება უფრო ჭიდაობაში არიან მაგრამ მე კიდე ჯუდოში კიდე ძალიან ბევრი ჩემპიონები გვაქვს და ყოველთვის ოქროს ვიღებთ სხვადასხვა ჩემპიონატებზე კიდე მაგრამ მე თვითონ რომ ადამიანს რომ ვასწავლო ერთი თუ მეორე რა მირჩევნია ჭიდაობა ან კიდე ჯუდო მე ვიცი შენ ჯუდოს თვითონ ჯუდოს იტყვი ხო ჯუდოს ვიტყვი იმიტომ რომ ჯუდოში არ არის საჭირო რომ მუხლი დავარდეს პოლზე ან კიდე ქვემოთ რო შემოხვიდე ჯუდოს აქვს ძალიან ბევრი პოზიციები და ტეიქდაუნები და იგენი რომ არ არის საჭირო მუხლის პოლზე დადება რომ შეხვიდე ქვემოთ არ არის საჭირო და ჯუდოში კიდე ასავლიან submissions როგორ დაახჭო ადამიანს arm lock shoulder lock ამას ჭიდაობაში შენ არის სწავლი მე ჭიდაობა ძალიან მომწონს ძალიან მიყვარს მაგრამ მე თუ ერთი martial arts შემიძლია ვასწავლო ადამიანს აქ ჭიდაობა თუ ჯუდო მე ვიცი რომ ჯუდო უფრო მოეხმარება ადამიანს იმიტომ რომ უფრო ბევრი ტექნიკები არის იქა რომელიცაც შეუძლია აი პასუხია სწრაფად მოვდივარ მზად იყავი კაი ეხა აირჩიე მარტო ერთი Brazilian jiu-jitsu თუ kickboxing ან striking დგომი ნუ შეგოიცი მე ვარ კიდე muay thai კრუ ვარ მე muay thai-ს ვაკეთებ ბავშვობისგან და კრუ ნიშნავს მასწავლებელი კარგი როგორც black belt-ი რა როგორც black belt-ი არის jiu-jitsu-ში ბიჭო ბავშვობაში შენი ოცნება არ იყო ვანდამისავით რომ ტაილანდში წასულიყავი და იქ მასტერი გეპოვა და რა მე ცოლი მოგეყვანა იქ ტაილანდელი და ხო იყო ეგ შენი ოცნება that was my dream that was my dream you know ბიჭო და ჩემი ოცნება I still have not done that და ჩემი ოცნება მე მიყვარდა ისა ბრუსლი და ჩინური უშუ მიყვარდა კუნგ-ფუ რა ყველაზე ძალიან და ჩემი ოცნება იყო რომ წავსულიყავი შაოლინში ბავშვობაში ჩინეთში ვინ გამიშვებდა საიდან მაგრამ მაინც ჩამოვედი და გავხდი ლოთი ძმაო You did it bro You did it. გააკეთე ძმაო ხა უნდა გააკეთო შაოლინ მე ხო კიდე კანგ-ფუს რაღაცებს კიდე ბავშვობაში კიდე კანგ-ფუს რაღაცებს კიდე ვაკეთებდი მე მაინც შაოლინ ჯობია ყველას იმიტომ რომ მან დააქვთ ისა რა ქვია რა მთვრალი სტილი ხო იცი ჯეკი ჩანი რომ მაგრა აკეთებს მე ქართულს არ უნდა შეეფერებოდეს ეს წესით ქართულს უნდა შეეფერებოდეს ეს მაგრამ ქართველები ბიჭო ხარებივით ვართ რა ვერ თვრებით და როგორტო ვერ თვრებით და რო მე ასე პატარას მოწყობ და მთვრალი ვარ გახეული მთვრალი ვარ უკვე მე ასეთი იგი მაქვს და არ ვიცი რატომ არ ვიცი შეიძლება რაღაცა მე ჭირს თუ რაღაცა მაგრამ მე თუ და ალკოგოლი მე თუ პატარას დავლევ ასე უფრო უცებ მთვრალი ვარ არ ვიცი რატომ მაქვს მე ასეთი იგი რა ქვია რეაქცია მაგრამ მე ვაფშე არ მჭირდება ბევრი ალკოგოლი მე ვაფშე არ ვცლევ მე არ მომწონს დალევა მეორე დღეს არ ვარ კარგად მოვვლევ მაგრამ მე ბევრი არ მჭირდება აბა შენ რომელი ისა გაქვს რა ქვია ვაის გაქვს რა ვაის როგორ არის ქართულად მეც არ ვიცი ანუ არასასურველი ჯანმრთელობისთვის რაღაცა ისეთი ან ზედმეტად შოკოლადი გიყვარს ან კოკა-კოლა ან რაღაცა ხო უნდა კონდეს ახლა თლათ მართლა ის ვერ იქნება ბერი ხო არ ახარა რა რაღაცა გექნება რა თქვი აბა ხო მე სინამდვილეს გეტყვი მე ზოგჯერ მომწონს ტკბილი რაღაცების ჭამა ტკბილი რაღაცების ჭამა მაგრამ არ არის ორგანიზმისთვის კარგი მე ერთხელ კვირაში შეიძლება ერთხელ ან კიდე ორ კვირაში შეიძლება ერთხელ შევჭამ რამე ასე რაღაცნაირს მაგრამ ეს კიდე არ არის კარგი ორგანიზმისთვის sugar is the devil but ხო ეს არის ჩემი რაც არის ზოგჯერ თუ რამე იკეთაკეთ შევჭამ შოკოლადი კიდე მომწონს მე შოკოლადს კიდე შევჭამ ზოგჯერ მაგრამ ბოლო დროს
რაც უკვე 9 წლარა მივდივარ რამდენიმე წელიწადში ვიქნები. არ მითხრა ეხლა რა რომ ბურგერს რო ჭამ არ აყოლებ რამე ისეთ soda pops რა. არა, მე არ ლევ. მე სოდას არ Coca-Cola, Pepsi-Cola ეს ყველაფერი არის? არ არის კარგი ამბავი. ხო ჩახცმა. ეს ყველაფერი არის ჭობშია და უსორი. მაგიტომ რა მომშივდა რა. არ დალიოთ Coca-Cola, Fanta, ეგი, Pepsi, ეს ყველაფერი გადააგდეთ. უნდა დალიოთ ჭაჭა. ვა, ცოტა გავერთეთ რა მართლა რა. გართობა ასწორებს. ბიჭო, მოდი გადავიდეთ რა, იმიტომ რომ მერაბის ბრძოლაზე, რა თქმა უნდა, ეს არის მართლა დიდი მიღწევა რა. Bantamweight-ის ისტორიაში უკვე ბევრი ვისაუბრეთ რა ამაზე წინა ეპიზოდზეც, მაგრამ რასაც არ შევხებივართ არის ის, რომ შემდეგი ვინ უნდა იყოს და იმასაც დავამატებ გიო, რომ თითქოს ხალხს გონია უკვე რომ მერაბი ჩხუბობს? ვისე ჩხუბება? ხო, მერაბი ხო მოიგებს. ეგეთი უკვე ეგეთი ის არის რა, მოლოდინი არის ყველასგან, რომ მერაბი ჩხუბობს, ხო მერაბი მოიგებს, მერაბი ფავორიტია, მერაბის ვერავინ ვერ დაამარცხებს. და იმდენად ძლიერი არის, იმდენად დომინანტი არის, რომ თითქოს რაღაც ინტერესი უკვე იმდენად აღარ არის, მაგრამ ეს ცუდის ნიშანი კი არ არის. ის პირიქით კაის ნიშანი, იმდენად მაგარია, იმდენად ძლიერი არის რა. და კიდევ ერთ რაღაცას დავამატებ, რომ ამ ბოლო დროს გავიგე, რომ მერაბი როცა არის pay-per-view-s კარტაზე, უკვე იწევა გაყიდვები რა, ანუ გამყიდველი გახდა რა, pay-per-view-s ბილეთების რა. ეს მაგრა გამიხარდა რა. კი ვიცი რომ pay-per-view მორჩება უკვე აღარ იქნება მალე, მაგრამ რავი, ბევრი მოასწრო მაინც, კარგად მოახერხა და ეხა დაუბრუნდები ისევ. შენას ფიქრობ, ვინ უნდა იყოს, რა ვარიანტები არის შემდეგი მერაბისთვის და ფიქრობ თუ არა რომ ეხა დეკემბერში დაბრუნება ეთანხმები რომ კაია, შენი აზრით, ესე სწრაფად შემოტრიალება და ვარიანტები მაინტერესებს შენი აზრით ვინ და როდის? მე უკვე მგონია რომ რაც სამჯერ იჩხუბა მერაბიმ ამ წელიწადს უკვე კამარისთვის, ეს მე მგონი უკვე რეკორდი არის. არ მგონი არავის გაუკეთებია ეს უკვე. რეკორდი არის შეიძლება უკვე 3. თუ მე კიდე მე-4ჯერ კიდე თუ იჩხუბა დეკემბერში, ეს იქნებოდა ვაფშე ისტორიული რაღაცა. თვითონ უკვე მერაბმა უკვე გახდა ლეგენდა bantamweight კლასში, GOAT, როგორც ამბობენ ამერიკელი, greatest of all time. ეს არის GOAT, რაც ნიშნავს greatest of all time. მე ნახოთ გონია მე ისე უკვე ისეთი დავინახე. მერაბს რასაც იტყვის, მერაბს თუ უნდა ჩხუბი და თუ დაასრულებს და რას უნდა მაგას გააკეთებს მერაბი. ასეთი ძლიერი ჭკუა აქვს მაგაც. ისეთი ძლიერი ჭკუა აქვს, რომ იტყვის მე ამას გავაკეთებ და მიდის და არაფერი ვერ გააჩერებს მაგას. ეს არის like მერაბზე უნდა საინტისტები როგორ არიან? როგორ არის საინტისტ ქართულად? მეცნიერებმა უნდა მერაბთან ანალიზები უნდა გაუკეთონ, მერაბს როგორ მუშაობს, რა მუშაობს, იგივე ტვინში როგორ აქვს ყველაფერი, იმიტომ რომ მაგას აქვს ისეთი ძლიერი ინგლისურად არის will power, ძალა გაკეთება. ზოგ რაღაცებს მერაბი აკეთებს ჩუბში, რომ მე ნერვიულ რატომ გაუშვა აქედან, რატომ უშობს აქედან, რატომ გააკეთე რა ზოგ რაღაცებს აკეთებს, რომ მე კოუჩის მხარეში ტვინი რომ მუშაობს კოუჩისავით, მე ვფიქრობ, აი მე რატომ გაუშვა ეს პოზიცია, რატომ არ გააკეთა, რატომ არ დაახჩო ამ პოზიციიდან, რატომ არ გააკეთა ჩოუკი ან კიდე რამე, რატომ არ გააკეთა ground and pound და დაამთავრა ჩხუბი. და რატომ და არ უნდოდა. მაგი აკეთებს
რასაც უნდა, როგორც უნდა, და გამოდის. ყოველჯერ გამოდის. ყოველჯერ გამოდის. So, მე მგონია დეკემბერში შეუძლია იჩხუბოს. ისევლე თუ უნდა. და თუ პიტერიანი შეიძლება გამოვიდეს პიტერიანმა თქვა კი მინდა ვიჩხუბოს. ეხავს, იმიტომ რომ არავინ არ არის მაგას საჩხუბი არა აქვს მეტი არავინ. ყველას მოუგო უკვე. ყველას მოუგო. მე ბოლო დროს დავინახე რომ ვარიანტია ზოგები ამბობდნენ რომ შეიძლება შანსი არის რომ მერაბმა ეჩხუბოს ვოლკანოვსკის რომ ამოვიდეს ზემოთ ცოტათი და ვოლკანოვსკის კიდე რო ეჩხუბოს რომ შეიძლება ეს იქნებოდა კარგი ჩხუბი მაგენისთვის ორივესთვის და როგორ წავა ეს ჩხუბი აინტერესებს ხალხს მერაბმა გაიცინა ამაზე ინტერნეტზე რომ გაიგო ეს დავინახე მერაბმა გაიცინა ამაზე არაფერი არ თქვა ამ თემაზე მე რაც დავინახე ჯეპს და გაიცინა სავით მერაბმა მაგრამ ხო არავინ არ ყავს დი ყველას მოუგო უკვე დივიზიონში და არ ვიცი მერაბს რაც უნდა მაგას მიაღწევს და გააკეთებს ასეთი ძლიერი ჭკუ აქვს და ასეთი ძლიერი work ethic მაგი არის მე როგორც ვამ ინტერნეტზე რო ვამ მერაბი არის ყველაზე most hard-working man, Georgian man in the industry. Nobody works harder. No, არავინ არ მუშაობს ის ძლიერად, როგორც მერაბი მუშაობს. რაც დარბის, კარდიოს, ტრენირებას რო აკეთებს ყოველ დღე. არავინ არ აკეთებს ასე. და ნახდათ ეს არის ჩემთვის мотиваცია არის. ჩემი ქართული მოჭყობარები რო არიან, რო აკეთებენ, მე კიდე ეს мотиваცია არის ჩემთვის. ყველა ქართველებისთვის არის მგონი ეს мотиваცია, რასაც თქვენ აკეთებთ ცხოვრებაში, უნდა მიაღწიო ისე ძლიერად უნდა მიაღწიო, როგორც მერაბი თავის შრუბებისთვის აკეთებს, როგორც ილია თავის შრუბებისთვის აკეთებს, ჩვენ ასე უნდა ვიცხოვროთ ჩვენი ცხოვრება. არ უნდა იჯდე იქა და დაუცადო რამე რომ მოხდეს. უნდა იმუშაო და უნდა გააკეთო და უნდა მიაღწიო რაც არის საჭირო, რაც გინდა შენ მიაღწიო ცხოვრებაში, უნდა მიაღწიო ესენი არიან ჩვენთვის мотиваცია, გვანახებენ ჩვენ რა შეიძლება რომ twins და ყველაფერს ერთად რომ 100%-ას მიცემ რა ძალიან კარგად თქვი რა რეალურად მინდა ვთქვა რა ეხა ჩამოთვალო რა შენახსენე ვოლკანოვსკი ეგ არის super fight-ი რა თქმა უნდა ეგ არის ყველაზე საინტერესო იმიტომ რომ super fight-ი არის ხო მაგრამ რეალურად რო შევხედოთ თავის დივიზიონს ვინ არის ხო პიტერიანი უკვე გამოიწვია და დათანხმდა ხო? ანუ პიტერიანი იქნება რა. ანუ ეგ არის შემდეგი რა. ეხლა დარწმუნებული ვერ იქნები სანამ მოწერილი არ იქნება და დანიშნული არ იქნება ეგ ბრძოლა რა, მაგრამ მე მეტი ვინ არის ხო? უმარი ხვდება ბაუტისტას. ეგ მაგარი ბრძოლა იქნება სხვათა შორის რა. ჩემი აზრით ეხლა ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ მაგაზე უმარზე და ბაუტისტაზე, რახან მერაბის ოპონენტი არის პიტრიანი, არ შეიძლება იმის იქით გახედვა რა, ხო აზე ხარ, არასდროს არ შეიძლება რა. მაგრამ შორი თვალიდან რო შეხედო, ანუ სურათს გამოდის ჩემი აზრით ალბათ ბაუტისტას და უმარის გამარჯვებული შეხვდება მერაბი და იანის გამარჯვებულს. თუ რა თქმა უნდა დაინიშნა და ეგ მართლა შემდეგი იყო რამდენი რაღაცა ხდება არ იცის არ მინდა დავთარსო და მინდა რომ მართლა გააკეთოს ეს და მოხსნას და გააკეთოს ეს რეკორდი რა რომ არავის არაა გაკეთებული არა მარტო ბანთამვეიტს კი არა გონი 4 ჯერ დაცვა არც ერთ დივიზიონში არ აქვს არავის გაკეთებული რა ეს ხო სამჯერ შეიძლება გაუკეთებია სხვა დივიზიონში მაგრამ 4 ჯერ არავის არ გაუკეთებია არაზუ. ეს მაგარი იქნებოდა. კი. მაგრამ მეორე თვალით რო შეხედო ძალიან მალე დაბრუნება არ არის კარგი, ხო? არ არის, ანუ პიკ ფიზიკაში ვერ იქნები, ხო? ანუ 2 თვეც არ არის, ხო? ძალიან ახლოს არის გიო და კიდე დაკლება ამდენი ტანჯვა ტანის და ორგანიზმის ეგრე ახლოს შენ რას ფიქრობ? აი ესე რო დაბრუნდეს, რო არ იყოს ყველაზე პიკი მერაბი, რახან მალე დაბრუნდა ძალიან
და თუ იანი სიმართლეს იძახთა და იმ პირველ ჩხუბში ხელი გავიტეხეო თუ რაღაცაო და მარჯვენას ვერ ხმარობდიო, ხო იცი მაგან ესე თulis რომ იმ ჩხუბშიო მარჯვენა ორჯერ ვისროლეო თუ რაღაც რა და ის ვიყავიო რა, ბოაზე ხარ, ანუ ტრამა მქონდა. უმარმა კიდე იგივე თქვა. უმარმა იგივე თქვა, ხო. რატომ არის ყველას ხელები არ მუშაობს, ხელებს იტკე, რატომღაც ხელებით კივა ყველას, მერაბთან როშხუბობენ, რატომ ხდება ასე, არ ვიცი. ხო და ანუ კიდე არის გონი პანტოჟა, ოღონდ პანტოჟასაც დანიშნული აქვს, ვისთან აქვს, კი. იმ ბიჭს რა ქვია? Van, Joshua Van გონი, ხო? ხო, ახალი ბიჭი რო არის, ხო, ახალი ბიჭი რო არის. Joshua Van. და რავი, ალბათ ეგ არის, ხო, ოფციები რა, ანუ პანტოჟა ვახსენეთ, პიტრიანი ვახსენეთ, ბაუტისტა უმარი ვახსენეთ და ალექსანდრე ვოლკონოვსკი. ეხლა სხვა ვინ უნდა მოუყვანონ ეხლა, ხო? ხო, რა თქმა უნდა. მაგრამ რას შენ ამბობდი ეხლა? თუ შეუძლია დეკემბერისთვის თუ იქნება ეს კარგი მერაბისთვის დეკემბერში ჩხუბი. ეს თუ იყო 3 წელიწადი უკან, კიდე 4 წელიწადი უკან მე ვიტყვიდი, არა უნდა დაისვენოს მერაბმა, უნდა უფრო მეტი დრო ჭირდება, მაგრამ რაც ჩვენ მერაბმა გვანახა, როგორც ასე პერფორმანსები რო ქონდა და ასე რო იჩხუბა და ასე რო გაუკეთებია, ბოლო წელიწადს გაუკეთებია, მე მგონია მერაბი შეუძლია ამ კვირის ბოლოს ისე იჩხუბოს. მერაბი არის, შეიძლება დღევანდელ დღეზე მაგი არის ready to go, ეხლა კიდე შეუძლია იჩხუბოს. შეიძლება ვაფშე დღეს ისეთი სპარინგი ქონდა, რომ იმ ჩხუბზე უარესი რა, სანჰეგანზე უფრო ზუსტად. მე რაც დავინახე ბოლო დროს, მერაბ შეუძლია. მაგალითად, ტაილანდში და მუიტაიში როგორ არის? ტაილანდში ყოველ კვირას ჩხუბობენ. ყოველ შაბათს ჩხუბობენ, ყოველ ვიკენდზე ჩხუბობენ. ადამიანი ხალხს აქ რეკორდები აქვს, like 200 რაღაცა მოგება და შეიძლება 45 წაგება თუ რაღაცა. ყოველ კვირას ჩხუბობენ იქ. So შეიძლება ეს რაღაცები კი შეიძლება, პროსტა ეს არის ადამიანი როგორ ცხოვრებას ცხოვრობს, როგორ რა ხშირად აკეთებს ტრენიროვკას, ani ყველაფერი. ეს ყველაფერის მერაბს ყველაფერში ახალგაზრდა არის. რამე ეს არის? მე ვარ 56, მე მგონი მერაბი არის 54 თუ რაღაცა არის. არ მახსოვს. ეს ქართველისთვის 54 არის? რაზე იძახი 54? მერაბი წლის 54-ის როგორ იქნება კაც? ამე წლის არის 34-ის. ой, არასწორად თქვი მე კიდე ნომრები კიდე არ ვიცი. ნომრები კიდე მავიცნე ბაგერა. ეს კატი გააკეთე, არ იმას გააკეთო ეს. ვიდეოში არ ჩაწერე. აი იყოს რა მოხდა. 7 წლიდან წასული იყო, მაგრამ სიმართლე რო გითხრათ არ ვიცი როდის წავიდა, იმიტომ რომ ნომრები ეშულება. ჯერ თქვა რომ 7 წლის ვიყავი რომ წავედიო და ეხლა აღარ მჯერა შენ როდის შენ მან თუ არ დაიბადე. ის მე მათემატიკა ყოველთვის შემიძლია იყო, მათემატიკა ჩემთვის ყოველთვის ძნელი იყო, არ ვიცი რატომ, მაგრამ მათემატიკა ყოველთვის ძნელი იყო ჩემთვის ბატონო. მაგრამ ასებოდა. ვეც სუსტი ვიყავი მათემატიკაში, მე უფრო ენაში ვიყავი, ხელოვნებაში რა, უფრო ეგეთი მხარე მქონდა განვითარებული. არასწორად თქვი. ქართველებისთვის 34 ქართველებისთვის ეს არის იგივე როგორც სხვა ეროვნებისთვის, სხვა ეროვნებისთვის teenager. ხოჭი teenager როგორ არის? ბავშვი. ეს არის ბავშვი. ჩვენ ქართველები რო ვართ 20 რაღა 31, 14, 15 ჯერ კიდე teenager-ები ვართ, ხო? teenager-ები ვართ, ჩვენ კიდე ახალგაზრდები ვართ, ეს არის ბავშვები ვართ კიდე ამ წლებში. ესმის?
მეც კიდე ბავშვი ვარ, მე კიდე ბევრი ჯერ კიდე ვიზდები რა. 3, 2, 1, 0, and liftoff. $320 ხო ძალიან მაგარი ევენთი იყო რა. მართლა მაგარი ევენთი იყო და მე რო უსმენდი რა, ანუ ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე მე რა სიძახიან რა, ანალისტები, ანუ ჟურნალისტები, მედია რა სიძახის, Ariel Helwani, DC, რავი რა, ეგეთი ხალხი ხო, მე მაინტერესებს. რაღაც კარგად გძნობ ხოლმე თავს, რა ხიარულად ბედნიერი მოგების შემდეგ, რომ სამსახურში მივდივარ და უსმენ, რომ აუ მერაბი არის თხა და greatest of all time და რაღაც და ალექს პერერამ ისეთი შეასრულა, რომ რავი, აი ყველა მაგით იწყებდა, რა თქმა უნდა, თავარი ბრძოლა იყო, მაგრამ ისეთი შეასრულა, რომ პერერამ, რომ რავი რა. ხო, ზუსტად როგორც პერერაზე ვლაპარაკობდით, რაც ბოლო დროს წააგო ალკალაევთან წააგო ახლოს იყო ეს ჩხუბი ვერ გააკეთა რაც უნდა მაგ ჩხუბში და ამ ჩხუბში ვითომ გაწამებული სავით იყო და გამოვიდა ვითომ მოკლა უნდა ისეთი გაწამებული იყო ვითომ პერერა ვითომ ალკალაევმა შეიძლება თქვა რაღაცებზე ალკალაევმა თურმე უთხრა პერერას რომ მე ისე მოგიგებო შენო შენ წახვალო უკვე ბორბლებზე იმუშავებო უკანო ბორბალის იმაში შემოხვალო კაროჩე და წახვალო უკანო ბორბლებზე იმუშავებო ისე გაგლახაო მე ვითომ შენი ჩამა არ იქნებაო მეტი შენი ჩამა არ იქნებაო კაროჩე ასე უთხრა პერერას და რაც მოვიდა პარერა და თვითონ არა ჩამა იქნება აქა და არც არ მიდის კაროჩე და მე მივიდა და შევიდა ბუმ ნაკაუტი გააკეთა ანკალავ ეს elbow ეს ემონა 12 to 6 ეს არის ახალი ტექნიკა რომ გამოუშვენ UFC შეიძლება ეხლა 12 to 6 elbow ეს არის Muay Thai-ის ტექნიკა არის და ტაილანდში ასეთი მოჩხუბარები ძველებურ ვარიანტში ხო იცი კოკონატი რა არის კოკონატი რა ქართულად კოკოსი აიღებდნენ დადებდნენ კოკოს უტყამდნენ ბა კოკოსებს უტყამდნენ ასე და გატეხავდნენ კოკოსს გატეხავდნენ ელბოებთან ძალიან ძლიერი ელბო არის ეს არის კაცი შეიძლება მოკლა ამ ელბოთი შეგიძლია მე UFC რო გაუშვა ეს ელბო რო rule change რო გააკეთენ და UFC-მ რო ეხა ამბობენ შენ შეგიძლია ეს იხმარო UFC-ში ეხლა ხო ხო ეს არის უფრო გიჟური ვარიანტი არის მე არ ვიცი მგონია ეს კარგი რაღაცა ნუ რა ეგრევე გააჩერებენ ხო ეხლა რამდენი ხანი უნდა ხო გააჩერებენ მაგრამ ხო პარერა რაც ხალხს უფრო ურჩევნია ნაკაუტების ნახვა ვიდრე მჭიდაობა მთელი დრო და decision-ი და ხალხს მოწონს უფრო ნაკაუტის ნახვა და იმიტომ არის პარერას მოჩულ კიდე პარერმა წააგო მე მოვიდა უკან და მე ასე მაგრად რომ მოუგო და ნაკაუტი რო გაუკეთა იმიტომ არის ასეთი უფრო თვალები უფრო ამაზე მიდის და მაგრამ ხო ძალიან მაგრათი ჭუბა პარერამ და ეს ყველაფერი მიდის იმაზე mental შენი ჭკუა უნდა იყოს ისეთი ძლიერი რომ კონდეს შენ თავს უნდა გჯეროდეს შენი თავის უნდა გჯეროდეს ამ ჩხუბში პერერა უკან არ მიდიოდა უკან ბოლო ჩხუბს უკან მიდიოდა და ვითომ მეშინოდა სავითანკე და ძალიან წნარად ჩხუბობდა ბოლოჯერ და ეხლა პირდაპირ წინ წავიდა და არც გაჩერდა და მოარტყა იმიტომ მოარტყა ასე და რომ დააფიქსირო მერაბი იგივეს აკეთებს მერაბი წინ მიდის პირდაპირ მიდის და კიდევჯერ და ასეთი სტილი აქვს და შენ თუ დააფიქსირებ ასეთი სტილი ბევრჯერ მოიგებს ასეთი სტილი MMA-ში ან კიდე თუ გინდა ბოქსში ან რაც გინდა უნდა იყოს პირდაპირ წინ რომ მიდიხარ ასე ძლიერად მეორე ადამიანი შეიძლება არ იყოს დააფრთხო უცებ ზათ არ იყოს გახურებული არ იყოს არ ელოდოს რომ ეგრე გიჟივით გამოხვედი ხო კი მესმის
ოდა მერაბი ასაკებს მთელი ჯგუფი აკეთებს მერაბი ასე. მთელი რაუნდი ყოველ იმაში ასე პირდაპირ მიდის მერაბი წინ. ოდა იმიტომ არის ხალხი ვერ უგებენ მერაბს, იმიტომ რომ შეიძლება მაგაც კონდეს უფრო კარგი ბოქსინგი ან კიდე ტექნიკა, ან კიდე submission-ები, ან კიდე მაგრამ ვერაფერს ვერ უკეთებენ. იმიტომ რომ მერაბი პირდაპირ წინ მიდის და მიდის, იმიტომ რომ like the machine. ოღონდ როგორ იცი? აი ხისთავიანისავით არა რა, ანუ აი მაგალითად შონომალისთან პირველ ბრძოლაში ძალიან ისე იბრძოლა რა, უკანაც მიდიოდა, გვერდზეც გადიოდა, წრეებსაც არ ტყამდა, ხო? ჭკუა უნდა იხმარო რა, უნდა იცოდე როდის უნდა წახვიდე წინ, აი მაგაში არის რა. აი ეგ უნდა იცოდე როდის უნდა წახვიდე და თუ გადაწყვიტამ და მართლა გჯერა, გაიტან და მართლა გაიტანა ანკლაევი რა. და მოდი გიო ვიცი რომ ძალიან დაკავებული გაქვს, ბევრი გაკვეთილები გაქვს, შენი ჯიმი გაქვს, საქმეები გაქვს 100 მილიონი დღეს და მოდი ის მაინც გავაკეთეთ, რომ თვეში ერთხელ მაინც მოხვიდე ხოლმე რა, იმიტომ რომ მაგრა გვიყვარხარ ყველას, fight hopper-ებს. შევახსენებ უბრალოდ გიო, შევახსენებ ყველას, რომ ჩვენ ვართ fight hop-ი პირველი შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი, ქართული MMA-ის პოდკასტი, YouTube-ზე, Spotify-ზე და Apple Podcast-ზე და დარჩით ჩვენთან fight hopper-ებს უღრმესი მადლობა. გიო, მიკროფონი შენია ძმაო. ყველა ქართულები, ყველა მიყვარხართ, გამომარჯოს ყველა ქართულებს, მაგრად იყავით, კარგად იყავით. I love you guys, ყოველთვის შემგულში ხართ. Okay, კარგად იყავით, მაგრად იყავით, გამომარჯოს ყველას. You tune into the Kartwelians on the Fight Hub.